სამშაბათს ჩვენს ტელეარხზე იწყება თქვენი საყვარელი შოუ. თუ ვერ გაიგეთ მოგწერე და მეგეთქვით. მეექვსე სეზონი, დიახ, მეექვსე სეზონი და სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან ამ შოუს წამყვანი მიშო ჯავახიშვილი და ბოლომდე აწეულია ხალხის ტელევიზორი და ვერაფერი, რომელიც არაპერსონალურად როგორც მანანა, არამედ როგორც ეს გვექნება ხურჩული ფინს გაიგო მიშოსამდე გამოვა ხურჩული არ ვიცი ვაგის ჩვენი საყვარელი პროექტის წამყვანი და ქალბატონი მანანა როგორ ახართ? კარგად. როგორც ყოველთვის გადასარევად გამოიყურებით. მართლა გადაცურჩულზე გადავეწყე. ძალიან კარგად. მიშო, ჩემი კომპლიმენტები როგორც წამყვანს და მიშო, თუ არ გესმის ახლა დაუჯერეთ. არა, მესმის. არ მოგვეცა საშუალება, რომ აქამდე შეგვექე როგორც წამყვანი და ჩვენც მოგწონხართ და იწყება მეექვსე სეზონი სამშაბათს 22 საათზე. რა თქმა უნდა, ყველა ძალიან ელოდება, იმიტომ რომ ყველა ოჯახის საყვარელი პროექტია. თქვენი განწყობები რა არის? წამყვანით დავიწყებ თქვენი ნებართვით ქალბატონო მანანა. კი ბატონო. როგორი მონაწილეები არიან ველოდება, ესეთი რაც შეგიძლია ესეთი სპოილერი რომ გითხრა. მეხუთე სპოილერი რა არის გოგო? სპოილერი რა არის და ანონსი. მეხუთე წინა სეზონის დასრულების დღიდან მესმის როდის დაიწყება მიმღერე. ყველა ელოდება მართლა, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პროექტი. გადაცემა, სადაც არის ძალიან ბევრი სითბო. ზოგს ხოიცი რა აკლია? რატო არ აკრიტიკებენ ერთმანეთს შეფასებების დროს? პირველი სეზონი როცა იყო მე და ჩემი თქვენი თანამშრომელი ხო? ჩემი ძმა ხო, ქრონიკის სამყარო ლევან ჯავახიშვილი. ჯავახები ასე ვთქვათ, მონაწილეები ვიყავით. და აი იქიდანვე დაიწყო ეს განწყობა, რომელიც დღემდე მოყვება მიმღერის. რა განაპირობა მიშო ეს განწყობა, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა ცოტა სახლის ატმოსფერო დგას, ყველას ერთმანეთი უყვარს, ყველა ერთმანეთს გულში. აი, გეკონება დიდ დარბაზში სუფრის გარშე მოსხედვა. კი, მარტივით ჯერ ეს ერთი ის უმწერად ჩვენ საუბრობდით და სულ საუბრობთ ხოლმე, მეც ავტორი მანანაც ხვევით, რომ აქ არ არის რაღაც ერთმანეთის ანუ არავინ არავიზე მაღლა არ დგას, არავინ ერთმანეთს რაღაცა სხვანაირად არ უყურებს, კონკურსის სახე ამას არა. კონცერტია მაგარი რა, მოდი ასე ვთქვა. ერთიანად გავდივართ ყველა, წამყვანებიან, მონაწილეიან, რეჟისორიან, პროდიუსერი, ყველა ერთად არის ამ დღესასწაულის მონაწილე. ყველას ერთად იქ არ გაირჩევა მაგალითად ვის უფრო კარგი ხმა აქვს. ვის უფრო ესეთი მონაცემები აქვს მუსიკალური. ნებისმიერი და მთავარი რაც არის, ნახეთ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუსიკალური კულტურის პოპულარიზება, მუსიკალური კულტურის როგორც ფოლკლორის, ასევე საესტრადო სხვადასხვა ჟანრის, ხო, ამ შემთხვევაში გადამრჩენელი და შემანარჩუნებელი არის ოჯახი. თაობები ოჯახში ამ შემთხვევაში ბაბუა, შვილიშვილები, შვილები, მამა, დედა. აი ეს განწყობა შემოდის მიმღერში. კონტექსტი და ალბათ მთავარი აზრი ამ პროექტის არის ის, რომ ოჯახი ძალაა. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ოჯახზე არის ჩვენი ქვეყანა, ხო, ოჯახის სიძლიერეზე და მე მახსენდება პატრიარქის სიტყვები, როცა ძალიან აქტიურად ვიყავი როგორც მისი გუნდის მგალობელი, რომ ოჯახი უნდა იყოს ძლიერი. ამ სიძლიერეში შედის ყველაფერი, მაგრამ კულტურა ტრადიცია, ოჯახური ტრადიცია და განსაკუთრებით უნდა ითქვას მუსიცირების ოჯახური ტრადიცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. აი ეს თავარი ღირსება ამ შემთხვევაში და მოცემულობა არის ამ პროექტში გადმოტანილი და ამიტომ არის რომ უაღრესად დადებითი ემოცია მოდის ყოველთვის და თან არის ის მომენტიც რომ ზოგჯერ ეს ოჯახს რახან შევეხედა ჩვენ გადაცემას ესე ქვია არის ხომ რომ არ მღერის თქვა შვილი არა მაგრამ მაინც თანხმობას და იძლევა და თავის დედასთან მამასთან რა ვიცი ძმასთან ერთად გამოდის და სულ არის მაინც იღებს სეზონზე სულ არის ამ კონკრეტულ სეზონშიც ახლაც და სხვა სეზონშიც სადაც შეიძლება იყოს ადამიანი ოჯახის წევრი წარმოადგენელი რომელიც არ მღერის ხო მაგრამ ოჯახთან ერთად არის შეიძლება აი ერთი ფრაზა წაიმღეროს მის შესაძლებლობებში რაც არის მაგრამ ის მონაწილე არის ხო აი ხა ერთი კარტელი მითხარი ვისაც არ მღერია კაცო არც ერთი არ აქვს ეგეთი რასის ვეზაპარა რამდენად ჩაგერია კაი ვიტყოები და თქვენ ქალი ლეგენდა მართლა მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყავით წარმოდგენილი თქვენ როგორც პერსონალურად მანანათოდაც იყავით წარმოდგენილი როგორც ოჯახი ივერიის ოჯახი ივერიის ოჯახი უკვე ყოველს ოჯახის წევრი იყავით და აი ოჯახში მაგრამ ეს კიდე სხვა
პასუხისგებლობაა, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით ივერია ერთი სრული შეკრული ოჯახი და ძალიან კარგად ვიცი, აი ეს მე თვითონ მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და ყველა მღეროდით ოჯახში აბსოლუტურად. დედა, მამა, დები, ძმები, სულ და ივერიაში როდესაც მოვედი, აი მაშინ მივხვდი რა არის ერთიანობა. მაშინ მივხვდი რა არის სიყვარული. წეგან მე და საუბრობდით ზუსტად იმაზე, რომ ესე იგი ჩვენ შურის მომენტი ცხოვრებაში არ ქონია და ეს პროექტი ზუსტად ისეთი მაგარი პროექტია და ისეთი კარგი პროექტია. აქ არის სიყვარული ზეიმია ხალხო. ნამდვილად იგრძნობა. აი იცით როგორ ბალეში ყოფდით ერთმანეთს, გულშენ მატკივრობდით ერთმანეთს. როგორ ესე იგი როგორ სათუთად ვექცეოდით ერთმანეთს. აი კომენტარის დროსაც კი აი ყველაზე საუკეთესო სიტყვები მინდოდა მიმეძღვნა იმ შემსრულებლისთვის, იმ ოჯახისთვის, ვინც იქ მონაწილეობდა და ვინც გამოდიოდა. აი ამ არ არის რიგითობა მართლა მანდ ხაზი არ ესმევა იმას, რომ ვიღაცა უფრო ხვაწმოსილია, ვიღაცა ვთქვა. სუბრები ჩუჩუზე გადაიყვანა, დედასპიცაო. თქვენ ხმამაღლა ისაუბრეთ. ჩვენ ხმამაღლა ვისაუბროთ. კაი. მე უკვე მეშინია. არა, თქვენ ხმამაღლა ისაუბრეთ თამარ. როცა ვიფიქრე დადუმდო, მაინც ვაიმე. ჩაულებრივია, თქო ხას არ ესმის მე მგონი. ძალიან კარგი პროექტი, არაჩვეულებრივი პროექტი. ყველაზე მთავარი წეგან კარგად აღნიშნა ჩვენმა ძვირფასმა, არაჩვეულებრივ გიჟდების ემიყვარხს შენი სიმღერები. ესე იგი ყველაზე მაგარი ამ პროექტში ის არის, რომ აქ არის ქართული სიმღერის გადარჩენის მომენტი, რომ აუცილებლად ქართულ სიმღერას და ქართულ ჰანგებს, ქართულ მუსიკას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და მდგომარეობა გვაქვს მე არ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ესეთი არა იცით როგორ უყვარს ხალხს, მე მიყვარს ხალხში სიარული ქუჩაში და არა, ხალხს ძალიან, კი. გიჟდები. შენ ნოსტალგიურიც არის. გიჟდებიან, ესე იგი, აი ამ პროექტზე გიჟდებიან, იმიტომ რომ ისეთი იცით როგორი ალალი, ხალასი და აი ყველა ადამიანის თვალებიდან სიყვარული გადმოდის ხალხო. და ყველას აქვს თავის ამ სიმღერებთან თავისი პირადი მოგონებები. პირადი მოგონებები, რა თქმა უნდა, ეს ოჯახების, ეს რა თქმა უნდა, ვლაპარაკობდი, რომ პირველ პროექტიდანო მეგობრობო აი ამ მონაწილეებთან, პირველ პროექტში მონაწილეობდა და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი ადამიანები, ახლა შორიდან ვიცნობდი ყველას, მაგრამ ახლოს რო გავიცანი და აი რაღაცა უფრო გულში და სულში ჩავიდა მათი აი ახლოვება, დამეგობრება, სიყვარული. მოკლედ, ეს არის სიყვარულის ზეიმი, ხალხო. ეს მუსიკალურადაც ეხა ხო ძალიან მნიშვნელოვანია, ხა გასაგებია რომ ეგეთია, მაგრამ პროფესიონალები ხართ ყველა და ზედმიწევნით კარგად ამზადებთ რეპერტუარს, არჩევთ რაღაცა პროცესია. მადლობა უნდა გადავუხადოთ აუცილებლად დათო მაზანაშვილს, ჩვენს მაზანაშვილს, რომელიც არაჩვეულებრივი და მუსიკოსებს, რომლებიც არიან მასთან ერთად, ჩვენთან ერთად. და ერთი მნიშვნელოვანი ამბავია აი მუსიკალური ნაწილით. ოჯახებს თავისი ვერსიები აქვთ ამ სიმღერებს. ხო, ანუ ისე როგორც ხედავდა მაგალითად მისი ბებია, მისი ბაბუა, მისი მშობლები. ჩვენ აი ასე და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ნაწილი იყოს და არა ის რომ საკონცერტოდ მომზადებული მაგალითად რაღაც ეს ზედმიწევნით სხვა ფორმატში და აი ალბათ იმპროვიზაციებიც იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ხალხი იღებს მონაწილეობას, რომ იმპროვიზაცია ალბათ ამის გარეშე არაფერი არ ხდება. აი არ ვიცი, მე აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტზე. ხო, ბევრ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ აი ეს მიმღერეში იყო რაღაცა სულ სხვა. ეხლა სხვა პროექტებში არის შეჯიბრი, ხო? იქ უნდა ვიღაცამ გაჯობოს, ვიღაცამ გაფასებენ და რაღაცა სტრესული არის მაინც. აი აქ აი შეფასებები რომ მოგესმინათ, ეხლა მოისმენს აუცილებლად ჩვენი მსმენელი და ჩვენი მაყურებელი, აუცილებლად მოისმენს როგორი სიყვარულით ერთმანეთს, აი არ ვიცი, აი სიტყვას რამხელა ძალა აქვს, ხო იცი? აი რო იგრძნობა, რომ აი გულიდან ამოსული სიტყვებია ეს ყველაფერი და ერთმანეთს როგორ ვეფერებოდით და როგორი აი ამდენი და კარგია რომ ახლა პირველი სეზონის ჩაწერა რო იყო, ესოში იყო რუზისუ. ასე დადიო და დიდი დაჯგუფება 100 კაცი დაახლოებით. სადღაც წავიდო და მოვიდო და ვიკითხე, ვინ არიან ესენი, რა შვებიან. მიმღერეს სიზმარწყობი ნანა ისე და პლუს მონაწილეები სულ ერთად. ახლაც ასე არის სხვა სეზონის მონაწილეები, გასული სეზონის მონაწილეები ყველანი ერთმანეთთან მეგობრობენ, რა თქმა უნდა. ეპიზოდზე არის მათი გასწრება. სოციალურ ქსელში ჩანს ყველაფერი, რომ სულ ერთად არიან და ერთმანეთს ყოველი
მესამე ტაიმი. ეს მნიშვნელოვანია. როგორ მაგის garaში არ გამო? ამის garaში არ ხდება. გვერდით გომი თუ არ გიყვარს ვენი რა? ამის garaში ნამდვილად არ ხდება, იმიტომ რომ ეს აი იქნება ისე თქვენთან ერთად. კი, კარგი იქნება ნამდვილად. ნუცაც უნდა ვახსენოთ აუცილებლად შენი ერთადერთი ერთადერთი ადამიანი, ვინც ვერ ავამღერე ჯერ. ნუცა? ვერ ამღერე. ეს არის ნუცა. ნუცა ახსენია ნუცა? ამ პროექტში. ნუცა, მაგრამ ეხლა ზის და ღერის დაწუნებული ვარ ტელევიზორზე არა, მაგრამ ჩვენ და მეც და მასაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. მოიცა არა აქვს მონაცემი როგორ მიხვდი ეხლა შენ? როგორ არა, მონაცემები რო არ ქონდეს მონაცემი ხო არ ეცი. ალბათ ევიდება, ხო? ევიდება. ალბათ შესაძლებელია. არა, იცი რატო იმაშება, რა ქვია, ევიდება თქვენთან ერთად. თქვენთან სიმღერა ევიდება, ძალიან წესიერი ადამიანია. მიმღერე მე რომ იყო ეგრევე მივცხებდი რა. სინდის ნამუს გირდებათ რომ შემდეგ სეზონში წამყვანები იმღერებენ, ხო? ძალიან გადაწყვეტი თქვეუბრებით ამას თუ არ ვიცი ხო ვარჯი? აუცილებლად. დიდი სიამოვნებაა. მე მგონია რომ პროდიუსერსთან ისეთი თბილი გადაცემის შეკვრის იდეა ქონდა და მგონია რომ ეკასაც უნდა და ის გამოვიდა და აუცილებლად ვახსენოთ მათი აი როგორ იგრძნობა ეკა იმდენად თბილი და ისეთი ტკბილი ადამიანია იგრძნობა აი ზუსტად ამ პროექტში ჩადებული აქვს იმხელა სიყვარული და აი ეკა ძალიან მიყვარხარ ეკა აქედან გეუბნები ჩემო ძვირფას და ყველას უყვარხარ ხარ არაჩვეულებრივი პიროვნება და არაჩვეულებრივი ადამიანი და მადლობა მინდა ყველა მთელ სტაფს როგორ გვეფერებოდნენ, როგორ გვივლიდნენ, როგორ აი წამებში და აი წამებში ქონდათ გათვლილი ჩვენი რეპეტიცია, მოსვლა, მისვლა, ეს ხო მაინც ის არის რთულია მაინც ხო იცით ეს პროექტი. რთულია, ზიხარ, რეპეტიციო ფაკეთებ, მაინც განიცდი, ნერვიულობ, მაყურებელმა უნდა შეგაფასოს თავისებურად და ამიტომ დიდი მადლობა ყველა მთელ სტაფს. ივერიაზე მინდა ხე უცებ განკრათავ შეიძლება სადაც სისხლებს ვამბობ. აი ბიტლები რო არის, ეგ არის ივერი არის ჩვენთვის იგივე რა. ხო ესე არის რაღაც ამის გაცოცხლება რაღაცა რაშია საქმე ალბათონო ამის გაცოცხლება რაღაცა კიდე ერთხელ სასიამოვნოა ხო ესეთ გარემოში ალბათ ეს სიმღერები უკვდავია რა ვიცი ყველა დაიწყება თუ არ მელოდია ყველა აყვება ყველა ისა აი იცით აი ივერია ხო რომ ღეროდით სიმღერებს რომ გამოვდეთ დუეტი ვიმღერეთ ერთადაც ვიმღერეთ რაღაცა და აი მაყურებელს კი არა მონაწილეები იყვნენ დარბაზში ხო რო უყურებ დედასვიცო ტიროდ აი ნოსტალგია ცრემლები ადგებოდა ყველას და ჩვენც ახლა ვიკავებდით თავს რომ არ გვეტირა რა თქმა უნდა მაგრამ იმ ხელა სიყვარული მოდიოდა იმ ხელა ბედნიერება მოდიოდა რომ აი ამას ვერ მოიგონებ ვერ ითამაშებ ვერანაირად ეს თუ გულით არ მოდის და აი ეს ივერია მაინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ესტრადაზე ეხლა ცოტა მე ხმამაღლა გამომდის ამის ლაპარაკი მე არა გემოვნებიანი მუსიკაც აი როსაც ეძახიან ეხლა ჩვენ უსწრებდით ყოველთვის გემოვნები უსწრებდით აი მომენტს რო რა ვიცი მერე შემოდიოდა მოდაში დაუშვათ რაღაცა სტილი და მანერა და არა თან მუსიკალი თვითონ ისეთ თემაა გემოვნების ჩამოყალიბებაზე მუსიკალურ გემოვნების მუსიკალური აისახება და ეს განაპირობა კიდე ძალიან ისა ჯერთი ბასილაია, ალექსანდრე ბასილაია, ჯემალ ბაღაშვილი უჭვიანესი ხალხი, აი ამას ყველაფერს ისე ლამაზად ფუთავდნენ და ისე ლამაზად აკეთებდნენ, რომ მე ჩვენ ძალიან ბევრს მოგზაურობდით ხალხო, აი მთელი მსოფლიო მე პირადად სხვა გასწავლების მქონდა ცალკე ისტორია და იცი რა იქ რაღაცას მოისმენ, აქ რაღაცას მოისმენ, ეხლა რაღაცა ვითარდება და გემოვნებაც იცვლება რა თქმა უნდა. და ამიტომ რომ ჩამოვდიოდი რაღაც სპექტაკლები რო კეთდებოდა, უკვე სულ სხვა გემოვნებით კეთდებოდა და სიახლე იყო. აი დღეს კი აქტუალურია ყველაფერი რაც კი გავიკეთებია. მეცაც კეთდა პატარა თაობაშიც აქტუალურია თითქოს რომ კი, პატარა თაობა მაიტაცა უკვე ეს ყველაფერი. ძალიან ბედნიერი ვარ და არ ვიცი რა, აი ველოდები ხა ორ რიცხვს დიდი კი და აი რაღაცა იმას ვერ გავატარებ ხა წეღა ვითომ რომ ესე წამოის ვითომ რო თქვი და არ თქვითან და რას ნიშნავს წამყვანები იმღერებენ. ამ სეზონში არა, ამ სეზონში არა. არა, იდეაში აუცილებლად, იმიტომ რომ წამყვანება ისია. ანუ შედიან. იმ წამყვანებმა მიშო. რატო რა იქნება მე ჩემზე ამბობს, მე რა ვიცი. არა, თქვენც მოგიწევთ. კარგი იდეაა. არა, მაგარი აზრია მართლა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ინტერესი იქნება მაგის მიმართ. ეს კიდე რომ იმღეროთ. აი ამან მინდა რომ იმღეროს დღეს. ხოთი შორის ჩვენი განსაკუთრებით დროს ყოველთვის მღერის. სანამ ეთერში შევალთ, ძიმა მუდმივად მღერის და ნუ ნანიკო მღერის. არა მე ხმამა ხო და ეს არის ზუსტად იმღერის ხიბლიც რომ ყველა შეუძლია სამხმაში გაერთიანდეს ან თუნდაც მარტო და ასე შემდეგ და იმღერს. თუ ვერ გავერთიანდი მაინც ნუცას მაინც ავამღერებ.
ხო, კი, არა, ნუცას ჩვენ ვთხოვთ ეხლა აქედა, აი, გამხედა ხალხი გთხოვთ, ნუცა ძალიან გთხოვთ, რომ ვიცით რომ შეგილია თან ნუცა და რატო? კი, ნუცას ყველაფერი მე შეუძლია. თუ მაგ ნამღერი იმასთან, რა ქვია, არ ჩამოთვლი ხა ისეთ ხალხთან. მე და შენს გვაქვს მე. მე და შენს გვაქვს. იმღერეს გონია რომ კიდე რომ გთხოვთ იმღერე. მე გულში მღერი ვარ. ერთხელ მითხეს გულში არ მღერო, გულის მანტი დაგემართება, არა, მე არ მაინტერესებს. სიმღერა შენში დევს. ნუცას ქმარი თხოვს რომ იცეკვეო და ავაცეკვეო ასე დაგვირდა და შენ თხოვ რომ იმღერო. ეხლა ნუცამ ცეკვას თუ დაიწყო, სიმღერას თუ დაიწყო, უკვე სხვა სფეროში გადაინაცვლა. ხო, უკვე რაღაცა იქნება, წაგვათმევენ ნუცას. მიშო ვინ იქნებიან მონაწილეები თუ გაქვს უფლება რომ გვითხრა? მეექვსე სეზონზე. ისიც არის უკვე გასულია ანონსში ჩანს, ანონსში ჩანს უკვე კი. მე ვინც დავინახე შემიძლია ჩამო. ლეგენდარული ივერია. კი, მაგარია. თავისი ძალიან საყვარელი შემადგენლობით კი, ნამდვილად. ყველა თაობისთვის მართლაც ძალიან დასაფასებელი ადამიანები არიან, რომელთან ერთადაც დიდი ბედნიერება არის ყოფნა. რომა გიორგაძე და მისი ოჯახი, რომელიც გახლავთ არაჩვეულებრივი მუსიკოსი, აკადემიური გუნდის დირიჟორი და ახლა ჯანსუღ კახიძის ცენტრის ხმის რეჟისორი, რომელიც დიდი პროფესიონალი არის. ბარათაშვილების ოჯახი იქნება ბატონი პაატა ბარათაშვილის და მისი ოჯახი, რომლის ერთი შვილი არის ვოკალისტი, ძალიან ცნობილი მარიამი და ნესტანი არის მსახიობი. აბჟანდაძეები იქნებიან. მიყვარს. და მე უნდა ამოიდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავია. აი მაგალითად ირაკლი, რომელიც სულ არის როგორც თეატრალურის კვარტეტის წევრი, მაგრამ ის როგორც სოლისტი შემსრულებელი შეიძლება ნაკლებად ჩანდეს უფრო, ხო? პროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ანსამბლის წევრები არიან, შემდეგ მიმღერში გამოდიან და თავის ინდივიდუალურ შემოქმედებით ნაწილსაც თქო წარმოადგენენ, ის როგორც ცალკე სოლისტი შემსრულებელი ყალიბდება უკვე იქ და ეს ძალიან საინტერესო არის. კი. ლონდარიძე, დათო ლონდარიძე. ვაიმე, ნაცია ხი. კი ბატონო, ნაცია, მისი და თათია შესანიშნავი. თავარი სპეციალური სტუმარი. თავარი წითელზე. Special guest რო ისე ხო. საოცარი ტურს რატო ეძახი არ ვიცი, მაგრამ ეპიზოდები ჩაიწერა. ტური არის თავგადასავალი რაღაცა ლამაზი. ხო, რაღაც ესეთი მომენტია და შენც მარტო წამყვანის მიმართ არ შემოიფარგლები სავარაუდოში. მარტო წამყვანი ვარ. გაგიკვირდებათ. აბა ნუცა რატო ამღერე, შენ თუ ამღერე. მაგრამ როდესაც რაღაც ჩართულობა მაქვს ხომ. ეკნება ვერ მოითმენ შენ გამორიცხულია. ვინ მოითმენს ახლა რა? ნიკოლეიშვილების ოჯახი მაგდა ხო, მისი ძმისშვილები. იქ ბაღაშვილის დავინახე. ხო, ამ შემთხვევაში ბაღაშვილი, ბატონი გია, ბატონ ჯემალთან ერთად, როგორც ივერიის შემადგენელი. მამაშვილი ბაღაშვილი. ხო, ივერიის ივერიის ძალიან ეს ივერიას გაერთიანება ეს არის კაია, რო აღდგა კი არა და რაღაცა ერთად არა, ჩვენ იქნება ისედაც ვიკრიბებით არა, მე რას გეუბნებით, ეხლა აუდიტორიის მე ვიზახი მსმენელისთვის, რომ ძალიან მონატრებულია და დაწუნებულია, რომ ძალიან დადებითად მიიღებენ. არა, ნანიკო. ეგრე არის, დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს ერთი სული აქ როდის დადგება 2 დეკემბერი. სამშაბათს 22 საათზე. კი, საოცარი საღამოები გველოდება და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები, ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის გვილამაზებთ ეთერს, წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ რომ ეს სეზონიც დასამახსოვრებელი იქნება როგორც წინა სეზონები. დიდი მადლობა. იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი. აქცევს მალე მოგონება. რეკლამა. სტუდენტ